Რამდენად დასაბუთებული იყო სასამართლოს განაჩენი და რის შედეგია ბაჩო ახალაიას ერთ საქმეში მის სამ ეპიზოდში გამართლება საპრეზიდენტო სიას კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი შეემატა. მოკლედ, ჟურნალისტების მიერ კვირის მთავარი თემების შეფასება სულ რამდენიმე წუთში ლელა კურდღელაშვილი და გია იაკობაშვილის პრეს-ანალიზი დღევანდელ გადაცემაში. როგორ აფასებენ რუსი ექსპერტები და ჟურნალისტები ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის მიერ მიმდინარე კვირაში გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ელოდებიან, რაზე მსჯელობს და რას ელოდება აღნიშნული შეხვედრისგან სომხური საზოგადოება, სომეხი ექსპერტების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთი თემა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მშვიდობის ჟურნალისტიკაში პრიზს გასცემს. რას უკავშირდება უცხოელი დიპლომატების მიერ დაწესებული პრიზი, ქართული ბეჭდური მედიის არქივი და გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის 1917 წლის 3 აგვისტოს მთავარი თემები და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანის დამოკიდებულება მედიასთან მიმართებაში. ეს ყველაფერი დღევანდელ გადაცემაში და ამ ყველაფერს მივყვებით თანმიმდევრობით დილამშვიდობის ესპრესონა. ახლა კი თვალი გადავალოთ სამუშაო კვირის განმავლობაში გაკეთებულ ძირითად აქცენტებს. ამაზე ნანა კალანდაძე ისაუბრებს. მოგესალმებით. მოგესალმებით. არჩევნები და კიდევ ერთხელ არჩევნები. ბეჭდური მედიის მთავარი თემა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 გახლავთ. როგორია წინასაარჩევნო გარემო, საპრეზიდენტო კანდიდატები, როგორ დაფინანსდებიან პარტიები, ამ საკითხს 15 სტატია და 12 გვერდი დაეთმო. რა მოხდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? დატოვებს თუ არა თანამდებობას ბიძინა ივანიშვილი? წავა თუ არა პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილი და რა ბედი ეწევა გიგი უგულავას? დადგება თუ არა დღის წესრიგში თბილისის მერის იმპიჩმენტის საკითხი? ამ საკითხზე 8 სტატია დაიწერა. თბილისის საკრებულოში არეულობა გრძელდება. უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას ზეწოლაში ადანაშაულებს. 7 სტატიით ეს მესამე მთავარი თემა გახლავთ. პოლიტიკოსებიდან კვირის განმავლობაში ყველაზე აქტიურად პრესა ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილს და ნინო ბურჯანაძეს აშუქებდა. პრემიერ-მინისტრზე 17 ნეიტრალური ხასიათის სტატია დაიწერა, მიხეილ სააკაშვილზე 8 ნეიტრალური, 8 უარყოფითი, ნინო ბურჯანაძეზე დაწერილი 7 სტატიიდან 7-ვე ნეიტრალურ ხასიათს ატარებდა. გადავხედოთ ცნობილი ადამიანების ინტერვიუებიდან ამოღებულ მხიარულ ფრაზებს. ედუარდ შევარდნაძე: სააკაშვილს ძალიან უნდა ხალხმა ოდესმე მასაც ბაბუ დაუძახოს, მაგრამ ვერ ეღირსება. ჰამლეტ ჭიპაშვილი: ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ მოღვაწეებს უნდათ ამერიკა წარმოაჩინონ ფუნფულა და ბუნჩულა ქვეყნად. დავით საგანელიძე: კერენსკის დროინდელი ხალხი ხომარ მომიყვანია პარტიაში, კოლჩაკის ან დენიკინის. მანახონ ერთი ვინ არის მხედრიონელი ან ნაციონალი. ნანა დევდარიანი: რა ვიცი, ქვეყანაში ასე ხუმრობენ, ელისო ჩაფიძის ოცნება ხომ მაინც ასრულდაო. ალეკო შალამბერიძე: ნაციონალებისთვის კვერცხის სროლაც აღარ შეიძლება, მაგათ გულისთვის ლამისა ცოცხები ამოიღონ გაყიდვიდან. შალვა ნათელაშვილი: ერთხელ მაინც მანდეთ ეს ქვეყანა და სხვაზე მეტად არ დაგაქცევთ. სოზარ სუბარი: ციხე კემპინსკის სასტუმრო არ არის. კვირის განმავლობაში პრესა უამრავ თემაზე წერდა, თუმცა ეს გახლავთ ის ძირითადი თემები, რაზეც ბეჭდური მედია აქცენტს აკეთებდა. ძირითად თემებზე ნანა კალანდაძე მისაუბრა. ამჯერად რეგიონული მედია ჩვენ შიდა ქართლში გადავინაცვლებთ, სადაც ადგილობრივი ბეჭდური მედიის მიმოხილვა ჩვენმა რეგიონულმა ჟურნალისტმა ნოდარ სკირვალაძემ და ნუკრი ბეგლარიშვილმა მოგვიმზადეს. გეტყვით, რომ გორში რეგიონული ბეჭდური მედია სამი გაზეთის სახით არის წარმოდგენილი. ჩვენ ამჯერად მიმოვიხილავთ გაზეთებს გორის, მაცნესა და ქართლოს. თუ რა თემებზე გააკეთეს აქცენტი აღნიშნულმა გამოცემებმა, ამაზე გაზეთ გორის მაცნეს რედაქტორი მარიამ გიგოშვილი და გაზეთ ქართლოსის დამფუძნებელი მეგი ბიბილური ისაუბრებენ. ბოლო პერიოდში მოგვიწია სამწუხაროდ ისეთი თემების წინ წამოწევა, როგორიცაა კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, მაგალითად რუსის სამხედროების მიერ სასაცილო სადემარკაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი და გარდა ამისა იმ ქართველი მოქალაქეების დაკავების საკითხი, რომელიც მოგეხსენებათ არაერთია ასეთი, რომელიც იმყოფება ცხინვალის მილიციაში. ჩვენ ასევე აქტიურად ვაშუქებთ მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებსაც. სხვადასხვა სახის სტატიები იბეჭდება. ძირითადად არის ინფორმაცია უშუალოდ ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვადასხვა ფორმატში გამართული ქართულ-რუსული დიალოგის აქტივობების შესახებ, მათ შორის ჟენევის დისკუსიები და IPRM-ის შეხვედრები, როდესაც იმართება ედნოსში, ამ საკითხებზე გვაქვს ხოლმე გამახვილებული ყურადღება. ამ ნომერში კიდევ ერთხელ ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი.
ოსურ სოფლებში სარწყავლის პრობლემა არა მარტო ოსური, არამედ ქართულ სოფლებშიც ეს ტელეფონის ადგენის თემასთან დაკავშირებით. აგრეთვე გვაქვს რადიო დისკუსია ქართულის ხმის ინტერვიუ დაუშვათ მასალა, სადაც მოცემული არის ქართულ-ოსური და ქართულ-რუსული სამოქალაქო დიალოგის შესახებ ინფორმაცია, რა ფორმატში მიმდინარეობს დღეს ეს დიალოგები, ვინ არიან ჩართულები, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ფორმატი და ვცდილობთ აი შერეული ოჯახის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან ადამიანებზე გააკეთონ წერილი, რომლებიც თავის როლს თამაშობდნენ ამ ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე. კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ სიტუაციას ჩვენ ოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდებით, რაც შეეხება შიდა ქართლის ინტერნეტ მედიას, პორტალი ქართლიჯი და ამ პორტალმა მოამზადა მასალა შიდა ქართლის გუბერნატორის მიერ საკუთარ თავსა და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული მორიგი პრემიების შესახებ და მიუთითებს პრემიის სახით გაცემული თანხის ზრდის ტენდენციას. ამ და სხვა თემებზე ქართლიჯის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი ისაუბრებს. ვებგვერდი ქართლიჯი მუშაობს იმ პოლიტიკურ სოციალურ ამბებზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება. საკმაოდ ატვირთული კვირა იყო ეს მიმდინარე კვირა. განსაკუთრებით ჩვენ შევეხეთ ფინანსურ საკითხს, ხარჯებს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაგალითად იყენებენ. პირველ რიგში გამოვყოფ სამხარო ადმინისტრაციაში პრემიების და საწვავის ხარჯების ზრდის ტენდენციას. მეორე მომენტი იყო გორის დილას დელეგაცია წასული დანიაში. მაჟორიტარი დეპუტატი, გამგებელი საკრებულოს აპარატის უფროსი და იურისტ კონსულტანტი, რომელიც მიწვეულია სპეციალურად იმისთვის, რომ რაღაც გარკვეული მომსახურებაზე გაწიოს, ბიუჯეტის თანხით, რომელიც გორის დილას გადაეცა გაჭირვებით, ამ თანხით წავიდნენ და ზოგმა 5 დღე, ზოგმა 7 დღე დაყო დანიაში. და მესამე თემა, უფრო ადამიანის უფლებების კუთხით, ეს იყო ქსნის კოლონიაში პატიმრის წამების საქმეზე დაკავებული ადმინისტრაციის თანამშრომლების საქმე. ეს გახლდათ რეგიონული მედიის ძირითადი თემები, ჩვენ შიდა ქართლის ბეჭდური მედიის აქცენტები მიმოვიხილეთ. ამჯერად მცირეოდენი ექსკურსია ქართული ბეჭდური მედიის ისტორიაში და 1917 წლის 3 აგვისტოში დარიღებული გაზეთი საქართველოს რესპუბლიკის მთავარი თემები. ხედავ რომ საქართველოს რესპუბლიკას ვეცნობით, მოგვიყევით მოკლედ ისტორია ამ გაზეთის. ეს არის გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც დაარსდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ზუსტად ორ თვეში, ესე იგი დამოუკიდებლობა გამოცხადდა მაისში, 1918 წლის მაისში და 1918 წლის 25 ივლისს გამოვიდა გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი ნომერი. აი ეს გაზეთიც უკვე არის სამთავრობო გაზეთი, როგორც თვითონვე წერენ და აკვირდით, ამას ქვია მთავრობის მოამბე, ყოველდღიური გაზეთი, სამთავრობო ოფიციალური გაზეთი, მაგრამ და ამის გამო გამოხატავს არა ვიწრო პარტიულ ინტერესებს სოციალ-დემოკრატებისა, არამედ მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ გამოეხატა მთელი საქართველოს მოსახლეობის ინტერესი, რომლებიც მხოლოდ სოციალ-დემოკრატების მიმდევრებისაგან არ შედგებოდა ბუნებრივია. მაგრამ ერთი რამე შეგეკითხებით, რადგან მთავრობის გაზეთი იყო, შეიძლება ამ გაზეთის ობიექტურობაზე საუბარი? ანუ იყო ობიექტური ეს გაზეთი? ძნელია მიუდგე და განსაზღვრო, რამდენად ობიექტური იყო. ყოველ შემთხვევაში ცდილობდნენ, რომ გულწრფელები ყოფილიყვნენ. მე რა მაქვს მხედველობაში. ახლა ჩვეულებრივად სამთავრობო გაზეთია და პირველი გვერდი ეხება არის ოფიციალური ცნობები. ახლა აქ ჩანს თვითონ აღმშენებლობითი პროცესი ახალგაზრდა ქვეყნისა, როგორ ცდილობდნენ ჩამოყალიბებინათ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, არაც იყო ის განემტკიცებინათ. მაინც ძირითადად ხედავ სამინისტროების საქმიანობა არის აქ გადმოცემული. იყო აი მაგალითად ისეთი ამბები, რაც ქვეყანაში ხდებოდა
ყოველდღიური სიახლეები ამ გაზეთში? ძირითადი ნაწილი გაზეთში, რა თქმა უნდა, ეკავა პოლიტიკას, იმიტომ რომ თვითონ ცხოვრება განაპირობებდა ამას. მაგრამ აი მესამე გვერდზე ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, ეს უკვე არის, ასე ვთქვათ, მე დავინახეთ წყურვილი მშვიდობის მოყვარე ქართველი ადამიანების, რომლებსაც სურდათ კულტურული აღმშენებლობაც ყოფილიყო და აი აქ ნახეთ არის ქართულ მწერალთა საბჭოს კავშირის მემორანდუმი. როგორ აი მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. როგორ თხოვდნენ მთავრობას, რომ გარკვეული დახმარება გაეწიათ ლიტერატურული ჟურნალის დაარსების საქმეში, იქ ხელმოკლე მწერლებისთვის გარკვეული ეკონომიკური დახმარებად გაეწიათ და სხვადასხვა საკითხები, რაც აწუხებდა კულტურის ამ სფეროს წარმომადგენლებს. და მიზეზი, რატო დაიხურა ეს გაზეთი? მიზეზი, რატომ დაიხურა ეს გაზეთი, არის ცნობილი მიზეზი, დამთავრდა საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წლის თებერვალში და 23 თებერვალს ბოლო ნომერი გამოვიდა. 25 თებერვალს უკვე თბილისში წითლები იყვნენ. ესეც ამონარიდი საქართველოს ქართული ბეჭდური მედიის ისტორიიდან, მოკლედ თემები, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში იყო მთავარი, დღესაც აქტუალურია. გადაცემაში რეკლამის დროა, რომლის დასრულებისთანავე კვირის მთავარი თემებით ჟურნალისტებთან ლელა იაკობაშვილთან და უკაცრავად ლელა კურდღელაშვილთან და გია იაკობაშვილთან ერთად დაგიბრუნდებით დროებით. რიკო კრედიტი, იპოთეკა 2.5%-ად, ლომბარდი 2%-ად. რიკო კრედიტი, გადაიხადე ნაკლები. ყოველ კვირას საღამოს 7 საათზე სპორტის დრო მეცხრე არხის ეთერში. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდით დაპირების ამერბ სტუმრებთან ერთად მედია ექსპერტი ლელა კურდღელაშვილი და 4G-ის დამფუძნებელი გია იაკობაშვილი სტუმრობენ დღევანდელ გადაცემას. დილო მშვიდობის, დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. საკმაოდ ისეთი საინტერესო კვირა გქონდა, სამუშაო კვირა. მოდით დავიწყოთ იმით, რაც დღეს იმდენად აქტუალურია, რომ არის ყველა ამაზე საუბრობს. 50-ზე მეტი სასამართლოს ხდომა, მასზე მეტი მოწმე და შედეგად გამართლება. ბაიჩო ახალაიას გამომართლებელ განაჩენს გულისხმობ, ანუ რამდენიმე ეპიზოდიანს ბუნებრივია, ერთი საქმის 3 ეპიზოდი გულისხმება ამაში. თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო აი ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ გამოტანილი? და თქვენ დავიწყოთ ხოლმე. სიმართლე გითხრათ, იყო მოლოდინი, რომ შეიძლება სასამართლოს გაემართლებინა ბაჩო ახალაია. მე არ ვიცი ეს გამოდიოდა სასამართლო დარბაზებში დამსწრე საზოგადოებიდან თუ ზოგადად საზოგადოებაში იყო გავრცელებული ასეთი მოსაზრება, რომელსაც ხელი შეუწყო გარკვეულმა პიარმა. ამდენად მოულოდნელი არ ყოფილა სწორედ ამის გამო. თუმცა მას შემდეგ რაც ეს თემა გასკდა და საზოგადოებამ გარკვეულად უკვე საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცა, მოხდა ძალიან საინტერესო რამ, და საზოგადოებამ დაიწყო ამ საკითხის ჩაღრმავება.
ეხლა თუ ვთქვათ, პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს პროცესი უფრო შორს გაგრძელდება. ეს არ არის ამ კვირის საქმე და ეს საქმე არ დაწყებულა, ვთქვათ, იგივე რამდენიმე თვის წინ. ეს საქმე არის ის საქმე, რომელიც გაგრძელდება და მომავალი კვირის და იქითა კვირის თემაც გახდება და ეს მოხდება მას შემდეგ, რაც მოსამართლე გამოაქვეყნებს სამოტივაციო ნაწილს, იმიტომ რომ მე შემიძლია გითხრათ, რომ მთელი იურიდიული საზოგადოება, რომელიც დღესდღეობით არის მეტნაკლებად გაჩერებული და ელოდება სწორედ მოსამართლის სამოტივაციო ნაწილს, ელოდება ამ სამოტივაციო ნაწილს და აი სამოტივაციო ნაწილი იქნება შემდეგი ტალღა, რომელიც ბაჩო ახალაიას პროცესს მოყვება და მე ვფიქრობ, რომ აი ეს კიდევ უფრო საინტერესო პროცესებს მოიტანს. თუმცა ამაზე შემდეგ ვისაუბრებ. ბატონ გიას მინდა ვკითხო, რის მანიშნებელია თქვენთვის ბაჩო ახალაიას აი რამდენიმე ეპიზოდში გამართლება? ჯერჯერობით როგორც ყველანი იძახიან, ესეც არის პრინციპში პროცესი გრძელდება. სანამ ეს პროცესი სრულად არ დამთავრდება, ანუ ყველა ეპიზოდი არ იქნება განხილული და გამოტანილი განაჩენი, მანამდე არ ამგონია რომ აზრი ქონდეს ამას საუბრის. ეს ყველაფერი ბაჩო ახალაიას გასამართლება, მე ვფიქრობ, რომ უნდა განვიხილოთ კომპლექსში. საზოგადოების მიერ ისე იყო აქული თითქოს, გამართლებელი განაჩენი გამოუტანეს საერთოდ ჩიტებით თავისუფალი. ასე ეს არ არის. დიდი თავისუფალიც არ არის თავისუფალობაში მოდი დავაზუსტო. ამაშია სწორედ საქმე. ბაჩო ახალაია ჯერჯერობით არის ციხეში და ყოველ შემთხვევაში ვიღაცის თვალში შეიძლება ამ პროცესებმა ევროპაში განსაკუთრებით გულად ჩავიწეროთ საქართველოს, რომ სასამართლო თავისუფალია დამოუკიდებელი. ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობს უცხოური. რა თქმა უნდა, თუმცა ამაზე ყოველთვის გუშინაც იყო საუბრები, გააჩნია ვისგან არის თავისუფალი. შეიძლება ეს თემა გავაგრძელო, როდესაც სასამართლოს თავისუფლებაზე საუბრობენ, ახლა იცით რომ მე ამ მიმართულებით მიმუშავია სასამართლოს მიმართულებით და ცოტა მეტად დავინტერესდი ამ თემით. ძალიან საინტერესო ერთი ფაქტი გავთქვათ, 2010-11 წლებში ჩვენ მუდმივად გვესმოდა, მე იგივე სასამართლო სისტემაზე ვსაუბრობ, ასეთი მესიჯი, რომ რატომ არის ამდენი გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის საქმეებში. და მოდიოდა სასამართლოდანაც, სხვათა შორის პროკურატურიდანაც მესიჯი, რომ ადვოკატები არიან სუსტები. როგორც კი 1 ოქტომბრის მერე გარემოებები იცვლება და მე დავაზუსტებ, ეს იყო თეატუთბერძის მიერ გაჟღერებული პირველად, როგორც კი ბაჩო ახალაია დაიჭირეს, დეკემბრიდან იცვლება მესიჯი და ახლა პროკურორები გახდნენ სუსტები. ეცით რა, აქ არის კითხვა, რეალურად ვინ არის სუსტი. მე გეტყვით, უკვე 2 დღის წინ, როდესაც დავიწყე აი ამ საქმეზე ცოტა უფრო მეტად დაკვირვებით შესწავლა და მაინტერესა გიორგი დარახველიძის თემა. გიორგი დარახველიძე არის მოსამართლე, რომელმაც აი ეს განაჩენი გამოიტანა ბაჩოსთან დაკავშირებით. და მოვისმინე, რომ ის არის ახალ გადმოყვანილი. საბედნიეროდ ზუსტად წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, ეს გავრცელა ადამიანთა უფლებების სწავლების ცენტრმა, რომ სამივე მოსამართლე, რომელიც ბაჩო ახალაიას საქმეს განიხილავს, სამივე სხვადასხვა ეპიზოდს, არის ერთსა და იმავე დროს 2013 წლის 6 თებერვალს გადმოყვანილი სხვადასხვა რაიონული სასამართლოებიდან და დანიშნულები არიან თბილისის საქალაქო სასამართლოში. და აი ეს თემა უკვე სუხელ წამოვიდა ეს პირველი ხელი. აი მე ველოდები, რომ ეს თემა გაგრძელდება და ჩვენ მივალთ სხვა თემამდე, რომელიც ისევ შეეხება სასამართლოს მე აქვე დავამატებ ქალბატონ ლელა თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდის თანახმად ბაჩო ახალაიას საქმის განხილველი მოსამართლე გიორგი დარახველიძე 2013 წლის თებერვალამდე საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა. კი ბატონო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სამუშაოთის 13 თებერვალს მიავლინეს, 18 მარტს კი ბაჩო ახალაიას საქმით არსებითი განხილვა ჩაიბარა. ზუსტად ის ორი მოსამართლეც ამ პერიოდშია გადმოყვანილი, რომელიც მანამდე ესე იგი იყო სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და ალბათ გახსოვთ სენაკის მოვლენები, განსაკუთრებით თქვენ ბატონო გია, როდესაც ქართული ოცნების აქტივისტებს ასამართლებდა, ვინ თუ არა გიორგი დარახველიძე. და შეიძლება კიდე თუ მაქვს რო ერთ პატარა ეპიზოდს უშუალოდ გიორგი გადავიარიშოს დროზე მე მგონი. აქ არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, თვითონ საქმის მსვლელობას თუ შევხედავთ, იქაც ჩნდება ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა. სამოტივაციო ნაწილი მაგიტომ არის საინტერესო, საზოგადოებამ უნდა იცოდეს. სამოტივაციო ნაწილში დარახველიძეს მოუწევს იმის დასაბუთება, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. სწორედ ამას ელოდება, სხვათა შორის პროკურატურაც ამას ელოდება და ამას ელოდებიან, ვთქვათ, იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებიც და ადამიანის უფლებათა დამცველების და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს, რას დაწერს დარახველიძე, იმიტომ რომ თვითონ მთელი პროცესის მანძილზე არ დაგვავიწყდეს, რომ მოწმეებზე და მათ შორის ზვიად აბესაძეზეც კი თუ გადავხედავთ რა ჩვენებები იყო, ზვიად აბესაძე იყო ერთ-ერთი დაზარალებული, მითხეთ საკმაოდ საინტერესო შავი პიარი აგორდა და აგორდა სწორედ იმ მედია საშუალებების მხრიდან, რომელიც მეტნაკლებად მოიაზრებიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებას. ასეთი რაღაცა ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში, სადაც სასამართლო ხელისუფლება რაღაცას წარმოადგენს, დაუშვებელია, რომ შენ აგორო პროცესების დროს და იგივე ბაჩო ახალაიას
ახალაიაც კი იყო ძალიან საინტერესო ეპიზოდი საქმის განხილვისას, როდესაც ვთქვათ მთავარ მოწმეს ზვიადაბეს მოწმეს კი არა დაზარალებულ ზვიადაბესაც ასევე დაუყენეს ხარ თუ არა შენ აგენტი, ხარ თუ არა შენ კულტის აგენტი, უკაცრავად ამას ვინ ეუბნება მოწმეს. და ამიტომაც არის გავრცელებული მესიჯი, რომ კასრებთან ხო არ არის ყველაფერი დაკავშირებული და იმ ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან ბევრი ეჭვს ბადებს და მე მგონია რომ ამ საქმის ძალიან დიდი გაგრძელება ექნება და ძალიან სხვანაირი გაგრძელებაც ექნება. თქვენი ვებგვერდი, უბრალოდ ინტერნეტ პორტალი 4G ძალიან აქტიურად წერდა ამ თემასთან დაკავშირებით, რაც შეეხება მთავარ პროკურორს. საზოგადოება პროკურორის სისუსტეზე საუბრობს, არჩილ კბილაშვილი საპირისპირო საცხადებს, რომ მოსამართლე უბრალოდ პროკურორები კარგად იყვნენ მომზადებულები, რასთან გვაქვს საქმე? მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სანამ დანარჩენი ეპიზოდებიც არ იქნება გამოძიებული ბოლომდე, სანამ სასამართლო პროცესი არ ჩატარდება, ამაზე არ მგონია არჩევის მიმავალი დასკვნების გაკეთება ღირდეს, იმიტომ რომ თუ არ არის გამორიცხული, რომ ამ ეპიზოდში უბრალოდ მოხდა მისი გამართლება და ოქტომბრის მერე სხვა პროცესები ვიხილოთ აბსოლუტურად, იმიტომ რომ თუ ავიღეთ აპრიორი იმას და ჩემთვის ეს აპრიორია, რომ სასამართლო ხელისუფლება სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ნაციონალების მმართველობის პერიოდში იყო დამოკიდებული ამ ადამიანებზე, დღეს შეიძლება ორი ვარიანტი განვიხილოთ, რომ დამოკიდებულია ისევ ნაციონალურ მოძრაობაზე, ან დამოკიდებულია ახალ ხელისუფლებაზე. ან კასრებზე, რა თქმა უნდა, ანუ მათი ერთგულება განისაზღვრება ან იმით, რა კომპრომატები უდევს მათზე ვიღაცას, ან იმით, ვინ არის იმ მომენტში ხელისუფლებაში. აი ეს უცებ ყველა ეპიზოდი იქნება გამოძიებული. ამ შემთხვევაში დარახოლიძე ცალკე არ უნდა განვიხილოთ, მე ესე მგონია, უნდა განვიხილოთ როგორც ბაჩო ახალაიას დანაშაულები ერთიანობაში, ასევე ქართული სასამართლოს ერთიანობაში. ეს ყველაფერი მომავალში გამოჩნდება. რაც შეეხება სამეგრელოს ზემოსვანეთის გუბერნატორს ბატონ გუნავას შედაიწყებ თუ არანაირი სურვილი არ მაქვს გუნავაზე ვისაუბროთ. უბრალოდ გუნავასთან დაკავშირებით ერთი ძალიან მარტივი კითხვა გამიჩნდა. იცით რა, როდესაც გუნავა ეს თქვათ შეიწყალეს, წაიყვანეს, დანიშნეს. მე მახსოვდება ბედუკაძის ეპიზოდი, რომელიც ასევე თქვათ გათავისუფლებული იქნა და ერთი ამბავი ატეხეს, რომ ეს არის ჯალათი და ჯალათის გამოშვება შეიძლება თუ იმ საზომებით ვზომავთ, მაშინ გუნავაზე რატო არ მოყვა ამას ასეთივე ხმაური. მარტივ კითხვას. ხო, არის კიდე ერთი რაღაც, რა უბრალოდ რომ ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, ასევე ქართულმა ოცნებამ გულისხმობ რას არის ეს ძველი ანეკდოტი, როცა წითლები და თეთრები ომობენ ტყისთვის და წითლებმა თეთრები გაყარეს, მერე თეთრებმა წითლები ტყიდან, ბოლოს მოვიდა მეტყევი და ყველანი გაყარაო. ბოლოს შეიძლება მოვიდეს საზოგადოება და სხვანაირი შეფასება მისცეს ამას, როგორც ქართული ოცნების კუთხით, ასევე ნაციონალების კუთხით, ასევე მოსამართლის პროკურორის და სულაპის კუთხით. ეს ძალიან აქტიურად საუბრობენ და საზოგადოება გააქტიურდა. მოკლედ, რამდენიმე აქცია დაიგეგმა ერთ-ერთი გუშინ გაიმართა და საკმაოდ მკვდარი პერიოდია და მკვდარი პერიოდის გათვალისწინებითაც კი წარმოვიდგინოთ რა იქნება შეიძლება უფრო სერიოზული იყოს, თუმცა მე მაინტერესებს ერთი თემა ჩნდება გუნავა სამეგრელოში, ახალაიას ის რომ ახალაიას ციხეში რჩება, პატიმრობაში რჩება, მაგრამ პირველი მესიჯები მიდის რომ ის გათავისუფლებულია, ეს გარკვეულ ტალღებს აუცილებლად გამოიწვევს სამეგრელოში. მე მაინც მგონია რომ მთელი ეს პროცესი გარკვეულწილად მიმართულია იმისკენ რომ სამეგრელო საზოგადოების გარკვეული დატერორება და ტერორი მოხდეს. იმ ხალხის ეს არ აკლია. ეს არის რა თქმა უნდა რაღაცა პიარის ნაწილი, რომელსაც ვთქვათ პარტია ახორციელებს, იმ ფენიქსის არ იყოს. თუმცა სადამდე მივა არ ვიცი, მაგრამ მე მგონი რომ საზოგადოებას მაინც დაჭირდება ძალიან ყურადღებით ყოფნა ამ პერიოდში და აგერ სექტემბრის წინარის კიდე. ნუ ნიუტონის კანონები მე მგონი ჯერ არავის გაუქმება. არსებობს მესამე კანონი, ხო? ქმედება უდრის უკუქმედებას და ეს შეიძლება ისევ სამეგრელოდან დაიწყოს ზუსტად, იმიტომ რომ ახალაიას გამართლება, გუნავას გამოშვება, იმ ადამიანების დაცინვა, მით უმეტეს რომ ის კასრები კახეთში კი არ იყო დამარხული. სამეგრელოში იყო და რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ეპიცენტრი აი ამ უკანონობის რასაც ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა, სწორედ სამეგრელოში იყო და ეხა სამეგრელოში თუ იყო, ანუ უკანონობაც უმეტესობა რა თქმა უნდა სამეგრელოში ხდებოდა ეს ყველამ ვიცით და ეს ნიუტონის მესამე კანონი. კი ბატონო, საუბრობენ ასევე იმაზე, რომ ეს პრეცედენტი შეიძლება გახდეს სხვა მაღალჩინოსნების გათავისუფლების, გაგრძელების, თქვა რაღაც დაწყება თქვენ რამდენად ეთანხმებით?
დაიჭერეს გაუშვეს. არა, მაგ მე მინდო ვიძახი რომ ეს ბაჩო ახალა ეს პროცესი ეს არ არის დღეს პროცესი რომელიც დღეს დამთავრდა ჩვენ უნდა დავსხდეთ და შევაფასოთ. ბაჩო ახალა ეს პროცესი არის ის პროცესი აი ეს განაჩენი რომელიც სხვა რეზონანსები მოყვება ამ პროცესს აუცილებლად. თუმცა აი ზოგადად იმიტომ ვიძახი სამოტივაციო ნაწილი დაგვანახებს ვინ და საერთოდ ეს დარტყმები. ჩვენ თუ ველოდებით რომ თუ კი სამოტივაციო ნაწილი კარგად ექნება მოსამართლეს დასაბუთებული და მან უნდა თქვას რომ ეს ფაქტები რაც მოიტანა პროკურატურამ ელემენტარულად არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა კი არ ვიცი ეგ როგორ იქნება, იმიტომ რომ მე რაც გადავხედე საქმე ასეთი ადვილი არ იქნება ამაზე ლაპარაკი. მაშინ შეიძლება კითხვები და ძალიან ბევრი ეჭვები გაჩნდეს პროკურატურის მუშაობის მიმართ, მაგრამ თუ კი მოსამართლე ამას ვერ იზამს და ვერ დაადასტურებს, მაშინ კითხვები გაჩნდება სწორედ სასამართლოს მიმართულებით და ვინსაც წავალ. ოღონდ რა უნდა ეს ხევები იქნება ისევ და ისევ იმ სტრუქტურებში, რომელსაც ეხება იმ ხელისუფლებაში, რომელსაც ეხება სამართლის დაცვა, ეს იქნება პროკურატურა, ეს იქნება იუსტიციის სამინისტრო, ან სასამართლო. ამას დაველოდოთ და კი ბატონო, არ არის ესე მარტივი, როგორც ჩანს, აბსოლუტურად გეთანხმებით. მოკლედ, კიდევ ერთი თემა, რომელმაც გარკვეულწილად მეტი სიმძაფრე შეძინა, იმას რაც კვირის განმავლობაში მოვისმინეთ და ვიხილეთ, ეს გუშინდელი ფაქტი, კობა დავითაშ, ანუ საპრეზიდენტო სიას კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი შეემატა. იცით რა არის? აი ეს თემა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იმწინა თემის გაგრძელება. 1 ნოემბრამდე ძალიან ნაკლებად მაინტერესებს ქართული ოცნების დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, გარესამყაროსადმი. მე 1 ნოემბრამდე მაინტერესებს ქართული ოცნების და მისი ლიდერების დამოკიდებულება საკუთარი წევრების მიმართ, საკადრო პოლიტიკის მიმართ, იმიტომ რომ სანამ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია, მანამდე მე მათ ბევრ რამეს ვაპატიებ და აი კობა დავითაშვილის მაგალითი თუნდაც როგორ იქცეოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში რა ნაბიჯი გადადგა როგორი ფორმით მოახერხა ეს და ნუ ეს ეხერხება პრინციპში მაგას კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას ქართულ ოცნებაში სერიოზული წმენდაა ჩასწარებელი თვითონ თუნდაც იგივე რეგიონალურ ორგანიზაციებში წევრებს შორის მაგრამ რაც შეეხება მათ საპარლამენტო შემადგენლობას აქ წმენდას მხოლოდ რიგარეში საპარლამენტო არჩევნები უშველის კობა დავითაშვილი სულაც არ არის ყველაზე უარესი რომელიც სიაში ყავდათ ქართულ ოცნებას და წარმოედგინეთ როგორები იქნებიან სხვები. ერთი რაღაც მინდა თქვა უბრალოდ რომ არის ქართული საზოგადოება იმისკენ მიდრეკილი რომ ცნობადი სახეები უყვარს არჩევნებზე მაგრამ ეს როგორღაც უნდა შეიცვალოს. ალბათ ქართულ ოცნებაში უნდა დაისვას საკითხი რომ ვინ ვართ რა გვინდა და რას წარმოვიდგინეთ რა შეგვიძლია რისი გაკეთების რესურსი გვაქვს და ადამიანური რესურსი კადრები ყველაფერს წვეტენ ხოლასია ქართულ ოცნების აი ამ შემადგენლობას ნაკლებად აქვს მე ხა მაგალითად რო ვიყო საბედნეთ არა ვარ ან გოგი ქავთარაძიანი ჯაჭვლიანია ასე ვიტყოდი რომ ჩვენი მისია შევასრულეთ ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანად ჩვენ უნდა წავიდეთ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ამ კუთხით უყურებ რაც შეეხება რომ საპრეზიდენტო კანდიდატების სია გაიზარდა ეს იკითხონ გორგიჯანიძემ და სალუაშვილმა, იმიტომ რომ ისინი ჩაჩოჩდებიან, საერთოდ არის. თქვენ რას გვეტყვით ხალხო? ნუ საერთოდ გუშინ საერთოდ ძალიან ეს პოპულარული თემა იყო, არა ფენიქსები, ჩიტები, მერცხლები და ბეღურები. ბეღურები, კი ბატონო. ეს რა არის ზოგადად ქართულ ოცნებაში რომ ღვევა დაიწყებოდა, მე მგონი ეს თვითონ ქართულ ოცნებისთვისაც არ ყოფილა სიახლე. თავიდან ვიყო რა თქვა, რომ ეს არის კოალიცია და მოსალოდნელი იყო ეს პროცესები. მე კობა დავითაშვილმა დაშლის პროცესი და არა ღვევა. ისიც რა და შეიძლება ეს დაშლის პროცესი არ იყოს გავითვალისწინოთ რომ 2014 წლის გაზაფხულზე იქნება ასევე თვითმმართველობის არჩევნები და იმ პერიოდისათვის როგორი იქნება ნაციონალური მოძრაობა კიდე ამას ოქტომბრის ბოლოს დავინახავთ გარკვეულწილად მზადებაც ისე საარჩევნო ციკლი საერთოდ ესეთი ერთწლიანია ხომ და გაცილებით მეტხნიანია და მე ერთ ორ თვეში არ ხდება გადალაგებები ამიტომ თქვენ თუმცა გვპირდებიან განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას სექტემბრისთვის ისინი გვპირდებიან თუმცა არ ვიცი მე ეს რამდენად მოხდება ეს ალბათ მაპზე უკეთესი იქნება ხო და არ ვიცი ხა მე მაინც მგონია რომ გარკვეულწილად უკვე მზადება მიდის არა მარტო საპრეზიდენტო აქ ნაკლებად საინტერესო არამედ სწორედ იმ არჩევნებისათვის რომელიც უნდა მოვიდეს გაზაფხულზე და სწორედ იმ არჩევნებზე კეთდება ეხლა აქცენტი იმიტომ რომ იქ პოლიტიკური სპექტრი მე ვფიქრობ რომ ცოტა სხვაგვარად იქნება გადანაწილებული და საარჩევნო ამოცანები სხვანაირი იქნება მაინც მგონია რომ ნაციონალური არჩევნები და მიშა სააკაშვილის როგორც გიამ აღნიშნა სწორება ახლა რაზეც კეთდება ეს ამოცანები
გადასული იქნება მეორე პლანზე და იქ სხვა ტიპის ამოცანები იქნება და ამიტომ ჩავთვალოთ რომ პოლიტიკოსები გარკვეულწილად იმ არჩევნებსაც უმიზნებენ. ამ რეგიონალური მაპატიელელაციების დაკომპლექტებაზე ქართულ სინემაში ძალიან საინტერესო ბატალიები გვაქვს. ამას ყველანი დავინახავთ, რაც არ მოხდება ნაციონალურ მოძრაობაში. თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში რაც არ უნდა მოხდეს ან არ მოხდეს, მე მგონი ეგ ამბავი დამთავრებულია 1 ნოემბრის მერე ეგ ადამიანების საინტერესოები აღარ იქნებიან, შეიძლება იყოს გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის და საზოგადოებისთვის იმ შემთხვევაში თუ ახალია გუნავასნაირი სიტუაციები კიდევ გამეორდება. გასაგებია. და საუბრის ბოლოს მოდით მედიის აქტიურობა შევაფასოთ, რამდენიც სწორად აშუქებს მედია, რა შენიშვნები გაქვთ თქვენ როგორც მედია ექსპერტს? იცით და რამდენად აი ბაჩო ახალაის პროცესთან დაკავშირებით იგივე მე მაგალითად ვისურვებდი რომ მედია არ შემოფარგლულიყო მარტო გარე კომენტარებით და ვთქვათ მეტად ყოფილიყო საკუთარი თავიდან გამომდინარე. საგამოძიებო თემების ნაკლებობას თუ გრძნობთ. აი თუნდაც იმ საქმეებთან საგამოძიებო აი ვთქვათ რატომ არ უნდა გააკეთოს მედიამ კომენტარი იგივე მოსამართლის დარახველიძის როდესაც ვთქვათ ახლა მე არ ვიჯექი იმ სხდომებზე და მე რა გუშინ მომიწია გარკვეულწილად გადახედვა იმ მასალებისა თუ რო ვიცოდი აქ მოვდიოდი რაც იქ რატო არ უნდა აკეთებდეს მედია შეფასებებს იგივე რამდენ ამერიკაში ამას აკეთებენ ჟურნალისტები და გითხრათ საზამართლო ჟურნალისტები და სწორედ ამიტომ არის იქაური ჟურნალისტიკა ძალიან ძლიერი იქ ლამის იურისტები არიან თვითონ ჟურნალისტები რომ აი ამ შეფასებით ნაწილში დაცვა სუსტი იყო ვთქვათ მე ძალიან მეეჭება რომ გიორგი ონიანი რომელიც გუშინ წინ გახდა ადვოკატი და მანამდე ახლა ისეთი ძლიერია რომ რატომღაც აი უბრალოდ მარტივად ვამბობ რომ ისეთი არგუმენტები დადო რომ იქ ვთქვათ პროკურორს დაუპირისპირდა. ეს რაღაც ძალიან მეეჭება, თუმცა ამის იქით არ შევდივარ ამ წუთში, იმიტომ რომ სხდომაზე არ ვჩქარო. მე ვისურვებდი, რომ აი ესეთი კვალიფიციური ყოფილიყო მედია, იგივე მტკიცებულებების შეფასების ნაწილში, იმიტომ რომ ეს თავისუფლად შესაძლებელია. ჩვენ გვყავს რამდენიმე ძალიან კაი ჟურნალისტი, ვისაც ეს მართლა შეუძლია და უფრო ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი. ანუ არ ყოფილიყავით მარტო ვიღაცების კომენტარზე დამოკიდებული, ვთქვათ. ანუ ექსპერტულ მედიას ვისურვებთ. ხო, არა, რა გვინდა ერთი აბსოლუტურად ვეთანხმები. ელელას, მაგრამ ისი რესურსი გაგვაჩნია, ეს მეორე არის. ამ რესურსი არ მთლიანად საჭირო, თუ გაგვაჩნია შეიძლება 2, 3, 5, 10 და 15 კაი ჟურნალისტი არის. ამას ჭირდება უბრალოდ რომ ეს ადამიანები მიამაგრონ მხოლოდ ამაზე მუშაობენ, სხვა არაფერს მაგალითად თქვენთან თამარ გოგესაშვილი თავიდან ბოლომდე 9 თვის განმავლობაში აშუქებდა და აკეთებდა ამას აბსოლუტურად ფანტასტიკურად, მაგრამ თქვენ ამის საშუალებები გაგაჩნიათ და ბეჭდურ მედიას, იგივე ინტერნეტ გამოცემის ამის საშუალება არ გააჩნია, პირველ რიგში ფინანსური საშუალება არ გააჩნია. იგივე თემა არის საგამოძიებო ჟურნალისტიკის თემა, იმიტომ რომ ადამიანზე მიავლენ სადღაც, იმან ერთ თემაზე უნდა ემუშაოს, ხანდახან თვეების განმავლობაში ხდება ეს. ვასია მეთანხმებით, ამის რესურსი უბრალოდ არ არის ფინანსური რესურსი. აი ამის შემდეგ შეიძლება უკვე ვისაუბროთ, თუმცა ისევ ის თემა და ეს პრობლემა დგება ჩვენ წინაშე, კადრები, იმიტომ რომ ადამიანები იზრდებიან და მე მედიან პრესამსახურებში, მედიან კერძო კომპანიებში თავსანებებენ ჟურნალისტიკას, მე ამას უყურებ უკვე მე-16, მე-17 წელიწადია როგორ ხდება ეს და ეს პროცესი არ გაჩერებულა. ანუ სანამ ჩვენი პროფესია არ იქნება თქო დაფასებული, რომ ადამიანს უღირდეს აი 99-2000 წლები მე ელისო ჩაფიძემ, რუსიკომ, ზაირამ მიქატაძემ ხოდ გამოძიებებს ვაკეთებდით. თემებიც იყო და ამას გამოხმაურებაც ჰქონდა და რეაგირებაც იყო და ძალიან ეფექტური იყო. იმის მერე თითქმის არ გაკეთებულა ბეჭდურ მედიაში გამოძიებები, იმიტომ რომ ჯერ ერთი სააკაშვილის დროს იმდენად არაეფექტური იყო ეს წერე და იკითხე შევარდნაძის რომ ამას ჰქონდა რეაგირება და ჩვენ მინისტრები მოგიხსნიან და ministris მოადგილეები და პროცესზე ზემოქმედება გქონია და ეხლა ქართულმა ოცნებამ უნდა დაგვანახოს უბრალოდ რომ მედიაში განსაწყობს რეალური მეოთხე ხელისუფლება. მედიაში გამოქვეყნებული თემები მისთვის საინტერესოა და მას შეუძლია ამ თემებზე გაყრდნობით რაღაც პროცესები წამოეწყოს. ანუ მას აწყობს ძლიერი მეოთხე ხელისუფლება, როგორც ამ შემთხვევაში ეს შეიძლება მედიისთვის სტიმული გახდეს და ამ სტიმულმა და ამ მუშაობამ შეიძლება მე რაღაც ფინანსებიც მოეზიდოს, კითხვების რაოდენობა გაიზარდოს. ამასობაში იქნებ ეს ფირმების და ბიზნესის დაინტერესდეს რეკლამის შემოტანით და არ იყოს მხოლოდ ტელევიზიებში გადანაწილებული ეს 95% რაც კატასტროფაა აბსოლუტური. მოკლედ აქ თემები ბევრია სასწავლო. ძალიან ბევრი თემაა, სხვათა შორის წინასაარჩევნოდ სარეკლამო ბაზრის გადანაწილება თუნდაც განსაკუთრებით რეგიონულ მაუწყებლებს შორის ძალიან რთული ვითარებაა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე
მედია ექსპერტი ლელა გურდღელაშვილი და ფორჯის დამფუძნებელი გია იაკუბაშვილი სტუმრობდნენ დღევანდელ გადაცემას. რეკლამის შემდეგ უკვე კავკასიელი ჟურნალისტების მიერ რეგიონში მიმდინარე პროცესების შეფასება დაგველოდეთ. ვინც ამ დროისთვის შემოგვერთით, გეტყვით, რომ თქვენ პრეს ზონას უყურებთ და გადაცემის მეორე ნაწილში საუბარს დავიწყებთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებით და ერთ-ერთი საინტერესო თემა, გეტყვით, რომ სამუშაო კვირის განმავლობაში რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახური ეხო კავკაზა აქტიურად წერდა ცხინვალში გაკეთებული განცხადებების შესახებ. თქვენს ყურადღებას რამდენიმე მათგანზე შევაჩერებ. ლეონიდ თიბილოვმა რელიგიოზურ ნიადაგზე წარმოშობილ ექსტრემიზმზე ისაუბრა, თუმცა ჩნდება კითხვა, რომელ ექსტრემიზმზეა საუბარი, როცა ცხინვალის მოსახლეობის 100% ქრისტიანები არიან. ამ კითხვას თიბილოვმა იმით უპასუხა, რომ ამჟამად ცხინვალში შუა აზიელი მშენებლები იმყოფებიან. ამ განცხადების შედეგად ძალოვანი სტრუქტურების მიერ 200-მდე დაშინებული შუა აზიელი მშენებელი ოსური საზოგადოებისთვის საშიში პერსონების სიაში შეიყვანეს. შემდეგი თემა გახლავთ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. თიბილოვი ანტიტერორისტული ინიციატივით გამოდის, რამდენად მიზანშეწონილია ეს ინიციატივა და რამდენად სჭირდება რუსეთს ცხინვალის მხარდაჭერა და კიდევ თიბილოვმა ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა, მან გასცა ბრძანება, რათა გადაიხედოს წითელი ჯვრის საერთაშორისო მისიის ყოფნის აუცილებლობა. მოკლედ, ამ თემებთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება რუს ჟურნალისტ ევგენი კრუტიკოვს თხოვეთ, მოვისმინოთ მისი комментарий. Ну, в первую очередь, между Россией и Южной Осетией заключено более 100 разнообразных межведомственных соглашений. Это огромный объем дипломатической работы. პირველ რიგში უნდა აღნიშნო ის, რომ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის 100-ზე მეტი უწყებათშორისი შეთანხმებაა დადებული. ამ მხრივ დიდი დიპლომატიური სამუშაოა ჩატარებული. გამონაკლისი არც უსაფრთხოების საკითხები გახლავს. ამ შემთხვევაში რთულად წარმოსადგენია ის, რომ ცხინვალი რამენარიად ხელშეუწყობს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებას. ეს არის ფორმალური ჟესტი და ასეთი ჟესტების გამოხატვით ლეონიდ თიბილოვი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თანმიმდევრულად არის დაკავებული. ის რუსეთს სხვადასხვა მიმართულებებზე პარტიულ ურთიერთობებს თავაზობს. კარგია, როცა ხარ მოკავშირე გამოხატავ ინიციატივას, თუნდაც ეს ინიციატივა უსაფუძვლო და არაფრის მომცემი არ უნდა იყოს. დახმარების აღმოჩენა საჭიროა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დგება. რაც შეეხება ექსტრემიზმს, არანაირ რელიგიურ ექსტრემიზმს ცხინვალში ადგილი არ ქონია და არც იქნება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის 100% ქრისტიანები გახლავთ. საერთაშორისო ორგანიზაციის წითელი ჯვრის საქმიანობის გაუქმების საკითხი კი გაცილებით რთულად არის წარმოჩენილი. უნდა აღინიშნოს მიზანშეწონილობა, შესაძლებლობა და ასეთი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა. რამდენადაც ვიცი, მედიცინის სფეროში გარკვეულ პრობლემებს აქვს ადგილი. მე გეთანხმებით, რომ მოქალაქეობის მიღება ასეთ მოკლე დროში შეუძლებელია და სხვადასხვა გრძელვადიანი პროცედურების გავლას მოითხოვს. თუმცა ამ შემთხვევაში ცხინვალში არსებითი მნიშვნელობა საზოგადოების მოსაზრებას ენიჭება, რომელიც ძალიან ეფექტური და მოქმედი გახლავთ. პირადად მე, როგორც მედიცინის სფეროში არასპეციალისტი, მინდა ვიცოდე, რას აკეთებს წითელი ჯვარი გარდა იმისა, რომ ავადმყოფები საქართველოში გადახავს. Ну, для российской прессы именно в таком широком смысле. რაც შეეხება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ვიზიტს და შეხვედრებს ამასთან დაკავშირებით რუსულ მედიას განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუჩენია, თუმცა მედიის იმ ნაწილისთვის, რომელიც ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონს აქცევს, სავსებით გასაგებია ის თუ რატომ დაუთმო პუტინმა ასე ცოტა დრო პატრიარქს. პირადად მე აღნიშნავ, რომ ამ ეტაპზე გარკვეულ გეოპოლიტიკურ მასშტაბებზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ეს ყურადსაღებია. ჩემი აზრით, მისი ვიზიტები მედიამ გაცილებით აქტიურად უნდა გააშუქოს. პოლიტიკის სამყაროში პატრიარქი ძალზედ გავლენიანი პერსონა გახლავთ. მათ შორის რუსეთისთვისაც, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. რაც შეეხება წითელი ჯვრის მისიას, ამასთან დაკავშირებით ახალ კავკაზამ გამოკითხვა ჩაატარა ოსი მოსახლეობის უმეტესობა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის გაგრძელების მომხრეა. სხვათა შორის წინაშაბათს ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით და მოვისმინეთ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის კომენტარიც კიდეც ძალიან საინტერესო თემაა და ამ თემის ირგვლივ გაკეთებულ კომენტარებს ჩვენ მომდევნო გადაცემებშიც მოგახსენებთ. ამჯერად უკვე კიდევ ერთი თემა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტამდე ექსპერტები მსჯელობენ იმაზე თუ რა თემები წამოიწევა წინა პლანზე. ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანში რუსული ინტერესების გატარებაში, თუნდაც იმიტომ, რომ აზერბაიჯანი ნავთობის და გაზის ექსპორტიორია. კიდევ ერთი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ამ ვიზიტით პუტინი ალიევს მხარდაჭერას უცხადებს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი პრაქტიკა პუტინს ტაჯიკეთის პრეზიდენტთან მიმართებაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე დუშანბეში ვიზიტის დროს ჰქონდა. მოკლედ გამოითქვა ბევრი მოსაზრება, თუმცა განსხვავებული დამოკიდებულება აქვს სომხეთში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ სომეხი პოლიტოლოგის სტეფან გრიგორიანის კომენტარი.
Дварнение очень серьезно относится к этому визиту. Почему? აღნიშნულ შეხვედრას სომხეთი დიდი ყურადღებით მიადენებს თვალყურს. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. კერძოდ, რუსეთმა სომხეთს გაზის ტარიფი გაუზარდა, რაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან მტკივნეულად მიიღეს. სომხეთი პატარა ქვეყანაა და ცხადია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით დიდ მოგებას ვერ მიიღებდა და ამ ფაქტს პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭა. კიდევ ერთი რუსეთმა აზერბაიჯანს ძალიან დიდი ოდენობის თავდასხმითი სახის იარაღი მიჰყიდა, რომლის ღირებულება მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. თავის მართლება იმით, რომ ეს მხოლოდ ბიზნესია, სომეხი ხალხისთვის მიუღებელია. მით უმეტეს უნდა აღინიშნოს ის, რომ რუსეთი და სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების წევრები არიან და ყველა იმ ქვეყანამ, რომელმაც აღნიშნულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თითოეული პუნქტი უნდა დაიცვას. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ სომხეთს ჯერ კიდევ აქვს მოუგვარებელი კონფლიქტი აზერბაიჯანთან. აქედან გამომდინარე, თუ კი რუსეთი ახორციელებს იარაღის აზერბაიჯანისთვის მიწოდებას, ის ამით აღნიშნულ შეთანხმებას არღვევს. ამიტომ პუტინის და ალიევის შეხვედრის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. კერძოდ, რა საკითხებზე და თემებზე იქნება საუბარი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებზე, რომლებიც ვილნიუსის სამიტისგან ასოცირების შესახებ ხელმოწერას ელიან. მათ შორის სომხეთიც არის. თუ კი რუსეთი განაგრძობს დაშვებული შეცდომების იდენტურის დაშვებას სომხეთთან მიმართებაში, მით უმეტეს სომხეთთან კონფლიქტურ სიტუაციაში მყოფი ქვეყნების შეიარაღებას, ფიქრობ, რომ ერევანში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება. რაც შეეხება ევრაზიულ და საბაჟო კავშირებს, სომხეთი მათი წევრი ვერ გახდება, არა იმიტომ, რომ არ სურს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს. Не потому что не хочет, а потому что вы знаете, у Армении нет единой границы. კონფლიქტების თემას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინიციატივაზე საუბრით განვაგრძობთ. ევროპელმა დიპლომატებმა კლუბ Discovery-ში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს. აღნიშნული შეხვედრა იმ პროექტს უკავშირდება, რომელიც მშვიდობის ჟურნალისტიკაში პრიზის გადაცემას გულისხმობს. პრიზის მიზანია მოხდეს ისეთი მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე ჟურნალისტიკის წახალისება, რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში. თემასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროებითი ხელმძღვანელის ჟერარ ფიშერის კომენტარი მოვისმინოთ. კონფლიქტის ზონიდან რეპორტაჟების კეთება ძალიან რთულია. ძნელია იყო მიუკერძოებელი და ნეიტრალური. ამიტომაც ჩვენი სურვილია რეპორტიორები გავამხნევოთ. გულწრფელად რომ თქვა, კონფლიქტი ყველა ჟურნალისტზე ახდენს გავლენას. ამიტომაც რეპორტიორობა არ არის იოლი. ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ ყველა კონფლიქტურ რეგიონს. და რადგან მიუკერძოებელი რეპორტაჟის მომზადება რთულია, სწორედ ამიტომ არსებობს ეს კონკურსი და ეს პრიზი. კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ მიიღონ იმ სიტუაციის სრული და ყოვლის მომცველი სურათი, რომელშიც ისინი იმყოფებიან, იმისთვის, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის გაიზარდოს ერთმანეთის მიმართ ნდობა. უნდა მოხდეს ყველანაირი თვალსაზრისით აი ამის ასახვა, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტები მოახერხებენ წინასწარ შექმნილი შეხედულებების დაძლევას და რაც შეიძლება მრავალფეროვანი სურათის წარმოჩენას. მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით მედი ექსპერტის ზვიად ქორიძის კომენტარი. ის რომ ქართულ აფხაზურ, ქართულ ოსურ ურთიერთობებზე, გნებავ კონფლიქტზე კეთდება სიუჟეტები ან სტატიები, ეს აღნიშნავს, რომ ის თემა, რაც არის პრობლემური ქართული საზოგადოებისთვის, ეს არის გნებავ ოსური ან აფხაზური საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ახსნილი და განმარტებული. ჩვენ იშვიათად ვხედავთ ჟურნალისტიკას, როდესაც ისეთ ვითარებას, როდესაც ჟურნალისტები მიდიან უშუალოდ კონფლიქტის ზონაში, დაპირისპირების ზონაში, ან იმ ურთიერთობების ზონაში, სადაც რეალურად რაღაცა სცენები ვითარდება, როდესაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ. ამიტომაც, როდესაც IOM-მა ეს პრიზი, ამ პრიზის იდეა წამოაყენა და ევროკავშირმა მას ბოლომდე დაუჭირა მხარი, მე მეჩნია, რომ სწორედ ასეთი ტიპის ჟურნალისტიკას წაახალისებს. დავამატებ იმას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელს გადაეცემა სტიპენდია, რომლის მეშვეობითაც მონაწილეობას მიიღებს პროგრამის Building Bridges, Building Capacity Conflict Prevention, ანუ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების პრევენცია. ეს გახლავთ აღნიშნული პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთთვიანი ტრენინგი დიდ ბრიტანეთში, მოკლედ წარმატება უსურვოთ კონკურსანტებს და მონაწილეებს. ჩვენ კი ამჯერად შეერთებულ შტატებში გადავინაცვლებთ და ამერიკული პრესის ძირითადი აქცენტები ამის შესახებ რუსუდან წერეთელი საუბრობს. დილამშვიდ
მშვიდობისა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ნებამიბოძეთ გაგაცნოთ თუ რა წაიკითხა ამერიკამ ბოლო 1 კვირის განმავლობაში. New York Times 2014 წლიდან ავღანეთიდან ნატოს ჯარის გამოყვანის თემაზე წერს, სადაც ვკითხულობთ, რომ პენტაგონის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისათვის კვლავ მნიშვნელოვანი იქნება სხვა ქვეყნების მიერ გაწეული სამხედრო დახმარება და ფინანსური მხარდაჭერა. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების საჯარისო ნაწილები ავღანეთს დატოვებს. ამასთანავე ანგარიში ასევე ვკითხულობთ, რომ ავღანელი ჯარისკაცებისათვის საჭირო იქნება სათანადო წვრთნებით. New York Times-ი კიბოს რისკის გაზრდის შესახებაც წერს, კერძოდ მაღალ ქალებში ამ დაავადების გაჩენის ალბათობა უფრო მეტია. 20928 პოსტკლიმაქსურ მდგომარეობაში მყოფი მდედრობითი სქესის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მაღალი კატეგორიის ქალები შეიძლება ისეთი კიბოს სახეობით დაავადენ, როგორიცაა მკერდისა და კანის კიბო, თუმცა აღნიშნული კვლევა ჯერჯერობით არ საუბრობს თუ რა კავშირი აქვს კიბოს გავრცელებას ქალების სიმაღლესთან. Washington Post-ში ბრედლი მენინგის შეერთებული შტატების არმიის რიგითი ჯარისკაცის განაჩენის გამოცხადების თაობაზე ვკითხულობთ. სტატიის თანახმად წარმოშობით ოკლაჰომელ მენინგ 21 დანაშაულში წაუყენეს ბრალი, რომელსაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მენინგმა თავი დამნაშავედ ბრალეულობათა უმრავლესობაში სცნო. წაყენებულ ბრალდებებს შორის ჯაშუშობის, კომპიუტერული თაღლითობის და 700.000-მდე დოკუმენტის ვებგვერდი WikiLeaks-ისათვის გადაცემაც არის. თუმცა მენინგის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მოღალატე არ არის, არამედ ახალგაზრდა და გულუბრყულო ადამიანია, რომელსაც ამერიკის საგარეო პოლიტიკის საკითხების გამოაშკარავებისას მხოლოდ კეთილი ზრახვები ამოძრავებდა. და ბოლო თემა, რომელიც ასევე მინდა გაგაცნოთ, ეს EU Observer-ში არაამერიკულ, არამედ ევროპული გამოცემის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე მოგვითხრობს, გთავაზობთ რამდენიმე ამონარიც ენდრიუ რეტმანის მიერ მომზადებული სტატიიდან. ივანიშვილს საქართველოს ევროპულ საზოგადოებად გადაქცევა სურს, რომელიც დუბაის ტიპის ქვეყანა იქნება ევროპასა და აზიის გასაყარზე. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, საახალწლოდ იგი პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს და არასამთავრობო სექტორთან გააგრძელებს თანამშრომლობას იმისათვის, რომ თავისი გეგმა ბოლომდე განახორციელოს. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე ამით გემშვიდობებით, მშვიდობიან შაბათ-კვირას გისურვებთ. ნახვამდის. ეს გახლდათ ამერიკული ბეჭდური მედიის ძირითადი თემები, რომლებზეც რუსუდან წერეთელმა ისაუბრა და გადაცემის დასკვნით ნაწილში ტრადიციული რუბრიკა, რას ფიქრობენ თქვენთვის ცნობილი ადამიანები მედიაზე. ამჯერად ჩვენი გადამღები ჯგუფი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანს ესტუმრა. როდესაც იყავით სპორტსმენი, მაშინ თქვენი უფლება იყო მედიასთან ურთიერთობა. დღეს თქვენი ვალდებულებაა ეს. რამდენად პირნათლად ასრულებთ ამ ვალდებულებას? იცით, ალბათ ბავშვობიდანვე ჩემი მათ ყურადღება ყოველთვის არსებობდა მედიის მხრიდან და აქედან გამომდინარე არ გამჭირვებია ასე ვთქვათ ურთიერთობაში მედიასთან ყოფილიყო გულღია. მე ვფიქრობ, რომ ორივე შემთხვევაში პრესასთან და მედიასთან ურთიერთობა სავალდებულოა ადამიანისთვის, როგორც საჯარო მომხელისთვის, ასევე სპორტსმენისთვის. რაც შეეხება სპორტულ ჟურნალ-გაზეთებს, რა თქმა უნდა, არსებობს საქართველოში, თუმცა უმეტესობა მაინც ეგრეთ წოდებულ კუშების გაშუქებაზეა გადასული. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი სპორტული ჟურნალ-გაზეთები ასახავს იმ ყველაფერს, რაც სპორტში ხდება, თუ არის რაღაცები, რაც არ მოგწონთ? რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ცოტა რთული იქნება ახლა კრიტიკა, იმიტომ რომ ალბათ საჯარო მოხელისგან კრიტიკა მედიის უხერხულია და რაც ალბათ შეიძლება ხმამაღლა ითქვას, მედიაც ასახავს იმას, დღეს რა რეალობაც არის საზოგადოებაში და რა მდგომარეობაც არის, ზუსტად ისეთივეა მდგომარეობა მედიაში. მაგრამ თქვენ საბჭოთა კავშირის დროს თამაშობით, მაშინ ძალიან ბევრი ამბობს, რომ სწორედ სპორტზე საკმაოდ გამოცდილი ჟურნალისტები წერდნენ. დღევანდელ დღეს ამ გამოცდილებას თუ ხედავთ გაზეთებში და ანუ სპორტზე არის სერიოზული ანალიტიკა, რაც სჭირდება.
ანალიტიკური აუცილებელია რომ ანალიზი არსებობდეს რა წარმოუდგენელი უნდა არსებობდეს ანალიზი როგორც დამარცხებულის ისე გამარჯვებულის სიტუაციაში და ეს ჩვენ ხელშეგვიწყობს რეალობა დავინახოთ და ახმის უნარი გქონდეს იმისა თუ რა ხდება და არ ჩავიკეტოთ რაღაც ერთ სივრცეში ამიტომ განსაკუთრებულია მე კიდევ ერთხელ დავიმეორებ და გამეორდები მედიის როლი გვახსოვს წინა მთავრობის პერიოდში როდესაც ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა რომ ისინი არ აქცევენ ყურადღებას პრესას რა იწერება არც აინტერესებს არ კითხულობენ ამ შემთხვევაში ახალი მთავრობის პოზიცია როგორ არის მედიასთან მიმართებაში რა თქმა უნდა მე ვაქცევ ყურადღებას რას წერენ რა თქმა უნდა მაინტერესებს კიდევაც თუმცა ეს არ უნდა იყოს არეული იმასთან თუ რას ვაპირებთ და ვთქვათ რა თქმა უნდა ეს მაფხიზლებს და უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ამიტომ მე ვფიქრობ რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს და კრიტიკული შეფასებები რა თქმა ჩვენ შეგვეძლოს კრიტიკის ატანა და ვთქვათ იგივე ვინც ჩემს მიმართ კრიტიკას გამოთქვას ეს ადამიანი არ აღიქმებოდეს როგორც შენი მტერი აქედან გამომდინარე მე უფრო მეტად ეს მაფხიზლებს და მაძლევს იმის შესაძლებლობას რომ შემდეგი ნაბიჯები უფრო მობილიზებული გადავდგა ესეთი ლევან ყიფიანის დამოკიდებულება მედიასთან მიმართებაში და ესეთი იყო დღევანდელი პრეს ზონა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე მომავალ საეთერში ხედავთ გემშვიდობებით. გეტყვით რომ სრულ საათზე ახალი ამბებით, დღის ახალი ამბებით ნინო ვარდისანიძე შემოგიერთდებათ. ნაყოფიერ და შედეგიან დასვენებას გისურვებთ. მადლობთ რომ გიყურეთ.